ექსპერტიზის პასუხი არ არის ჯერ დასკვნა, ჯერ გამოძიება, უბრალოდ ზეპრის სიტყვერად ვიცი, რაც მითხრეს იქ, რომ იღლის მარცხენა მხარეს აქვს მორტყმული და სისხლის ნაკლებობთან სისხლის დენით არის გარდაცვლილი, შინაგან სისხლის დენით არის გარდაცვლილი, ანუ ბევრი ორგანო, იმიტომ ვერ მიიღო, მეკითხა რომ დაუსვი რატო ვერ მიიღო წამალენ ბალზამირება არ იყო შესაძლებელი, რატო არ იყო შესაძლებელი და ისე განმიმარტეს, რომ ძალიან დაზიანებული ქონია სისძარღვები და ამის გამო ვერ მოხერხდა. კიდე ქონდა ფეხებში ნატყვიარები. სულ მიჩნდება ეჭვი, რომ თუ ფეხებში მოახვედრეს, ხო შეიძლებოდა, რომ ის ცოცხალი ყოფილიყო და ეს როგორც ავართ გამწარებული ისე არ ყოფილიყავით. ეს ეჭვი არ ვიცი, ალბათ ყველას გაუჩნდება კაც, რომელსაც ფეხები დაცხრილი აქვს, რაღაც უნდა კიდე ზემოთ სროლა. არ ვიცი, მე ეს ეჭვი მაქვს. სხეული თუ დაათვალიერებთ, სხეული რომ შევედი, შევედი რომ მივედი, გადახადეს უბრალოდ თავს ზემოთ ქონდა გახსნილი და მე მეგონა თავში ქონდა, მოხვედი, იმიტომ ჭრილობა ქონდა, საერთოდ თლიანად გაკერილია. რა მოხდა მუხროვაში ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ ხა ვფიქრობ და რაღაც ლოგიკურ ჯაჭვს ვაგებ. ვფიქრობ, რომ იყო სამხედრო რაღაცა უთანხმოება უკმაყოფილება უბრალოდ ხელისუფლებას და რაც არ მოეწონა ამ ხელისუფლებას და დაუკავშირა წინა მუხროვას, ანუ სცენარი და გამოიყვენა ამათი სახელები. ამით ძალიან მარტივად შეიძლება რატო ქნა ეს და რაში დაჭირდა, ხო? მე ვფიქრობ, რომ იმიტომ დაჭირდა, რომ ამით ჯერეთი ამ არასასურველ წონიან ვიტყვით და სახელიან ხალხს იშორებს, რომელიც არ მოსწონს, რომ დადიან. იმიტომ რომ საერთოდ რომ დადიან ის არ მოწონთ, მე მგონი ამათ. როცა კაცები და ვაჟკაცები დადიან, ესენიც არ მოსწონთ, მე მგონი. რატომ არის არასასურველი? არასასურველი, არ ვიცი, არასასურველია, იმიტომ რომ სხვანაირად აზროვნებს, იმიტომ რომ ქვეყანა უყვართ, იმიტომ რომ ვერ ეგუებიან, ყველაზე ძალიან ცი რატომ არიან, იმიტომ რომ ვერ ეგუებიან მათ. მათთვის სასურველია ყველა, ვინც მათ ეგუება. ინციდენტი მომხდარა რესტორანში. რამდენიმე თვის წინ. რომ რესტორანში რაღაცა უთანხმოება მოსულეს გადახმარება, ნასვამი იყო. მოსულია უთანხმოება და ვეღარ მოუთოკია ნერვები, რაღაცა ისეთი უთქვიათ. მე სამშობლოს ვემსახურებით, მთელი ცხოვრება თქვენ ემსახურებით პრეზიდენტს, მაგრამ მთელი ცხოვრება მე სამშობლოს ვემსახურებიო და იქ ცოტა უწმოწევი სიტყვებით უხმარია, ეგ იყო ინციდენტი. ვისთან? არის ალბათ მთავრობის ხალხთან. რატომ აქვს ეჭვი, რომ გიას არ აცოცხლებდნენ? თუ თქვენ გაიხსენებთ აი სააკაშვილის სიტყვებს, ესეთ რაღაცას ამბობს რა. მიწიდან ამომიღეთო. მერაბის და მერაბ ბიშულს და იმას რო ტუქსავს. მიწიდან ამომიღეთო. და მე პაუზას აკეთებ ოდნავს და უნდა ეთქვა, აი სულ ველოდებოდი რომ ლიკვიდაციას იტყოდა რა. მე პაუზას აკეთებს თუ კარგად დაუკვირდებით. მე ფიქრდება რომ არ უნდა თქვას ეს და მე იტყვის რომ და დაიჭირეთო. აი მაგიდან თან ძალიან ხშირად ახსენებდა გიასახელს. ძალიან ხშირად. ნუ იქ რო ჩართავთ, სულ წკრიალაშვილი კი რა, პირებზე ისიც ვერ დაადასტურა წკრიალაშვილი იყო თუ კრიალაშვილი. და ესეთი დადასტურებული ტონით წკრიალაშვილზე ლაპარაკობს და ბანდიტიაო იწახდა. თუ ეს ადამიანები დადიოდნენ თბილისში, ჩვეულებრივ თავისუფლად მოძრაობდნენ. ნუ თუ ხელისუფლება მაშინ რო აიყვანათ, სანამ მუხროვანამდე მივიდოდით, სანამ კონფლიქტამდე მივიდოდით და კონფლიქტი არ არის, როცა გადატრიალების მცდელობა ეგ სისხლით შეიძლება თავისუფლად დაიხპაროს. მე თქვენ გეკითხებით, რატომ მიიყვანა ხელისუფლებამ, თუ იცოდა რომ ისინი აიყვნენ მეამბოხეები. მე კითხვა მიჩნდება ლოგიკური. რატომ მანამდე არ მიიყვანა და მიიყვანა აქამდე, რომ სანამ არ მოკლეს, ხო?
თავიდან აცხადებენ, რომ ესენი არიან მოღალატეები. შვილი მყავს რა. აი ერთ-ერთი აქ მიზის, ხო? ამას მამას მოღალატედ უცხადებენ. რუსეთის რო კარებს უხსნის რუსებს და შემოდის ამიხსენით ერთ-ერთ თუ დადასტურებული ინფორმაცია არა გაქვს, კაც. როგორ შეიძლება ეგეთი რამე დაწამო ადამიანს? ეგრე გადაუსვა ხაზი და მეორე წუთში იგივე პიროვნება. იგივე პიროვნება მეუბნება რომ აცხადებს რომ იცით რა? რუსეთის სამხედრო ძალები არ იყვნენ დამუხროვანის კონფლიქტში ჩართული. ამიხსენით ეს არ არის კანონის დარღვევა? სულ ცოტა არ არის ცილის წამება კაცის? ამდენი ოჯახები რომ გააბოროტა. გაანადგურა. მე პირველად გირგვლიანის სურათი რომ ნახე, ვაიმე რა დედაშენს მეთქი უბედოს რა შვილი მოუკლეს მეთქი. და მეორე ბიჭი მყავს. და მე მინშინია დღეს. ჩემთვის ახლა მამა არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი და ახლა გახდა გმირი ჩემი ის ყოველთვის მე ზონება და ყოველთვის ვიამაყებ იმით რომ ვიყავი გიაკრიაშვილის შვილი. და ის იყო მამა ჩემი. მე სამჯერ ამ ყველაფრის რომ ესეთ რაღაცას იზავდა მამა ჩემი, რადგან ის ჩამოდიოდა ხოლმე მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვენახე და ხანდახან ის ხშირად არ ჩამოდიოდა საერთოდ და ასე უცებ რო ჩამოვიდა ეს ყველაფერი დაემთხვა. და მეც არ ვიცი. საერთოდ არ ვიცოდი, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა გამოაცხადნენ მე წინა დღეს ვიყავით ერთად, ჩვეულებრივად ნახეთ, ვიყავით ერთად და შემდეგ უცებ ესე მოხდა.